არის თუ არა უსაფრთხო ის რძედა რძის პროდუქტები, რომელსაც აქტიურად მოვიხმართ. საზოგადოებაში ახლა ამ კუთხით კითხვები მეტია, ვიდრე პასუხები. თუ აქამდე ხარისხზე ეჭვები და დადასტურებული ფაქტები ძირითადად არაბრენდირებულ და უეტიკეტო რძის ნაწარმთან დაკავშირებით იყო, ახლა მოქალაქეები უპირობოდ ვეღარც ბრენდულ და ეტიკეტირებულ პროდუქციას ენდობიან. კითხვები მიმდინარე კვირის ბოლოს სოფლის ნობათის გარკვეულ პროდუქტებში აფლატოქსინის აღმოჩენამ გაამძაფრა. ტოქსინის აღმოჩენაზე ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა და ერთ დღეში ბაზრიდან პროდუქციის ამოღებაზეც განაცხადა. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ეს შემთხვევა მხოლოდ მცირე პარტიას ეხება და ამ დრომდე კომპანიის პროდუქციაზე აფლატოქსინი არასდროს აღმოჩენილა. ამასთან სესში ამბობენ, რომ როგორც მაღალი რისკის წარმოება რძის ყველა ბიზნეს ოპერატორი წელიწადში გეგმიურად 4-ჯერ მოწმდება. 4-ჯერ გეგმური შემოწმება, 4 გადამოწმება. ჩათვალეთ, რომ ყოველ 2 თვეში ერთხელ ჩვენი ბიზნესობრივი, ჩვენი სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება მაღალ რისკის საწარმოებში. გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი, მათ შორის სასმელი რძეც, მათ შორის აღნიშნული ბიზნეს ოპერატორის რძეც არაერთხელ იქნა შემოწმებული. არა ერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ყოველ წელს ნიმუშების აღება რძის ნაწარმის და სხვადასხვა მაჩვენებელზე კვლევა, მათ შორის ამ მაჩვენებელზეც კვლეული იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ ყოველწლიურად მიმბილდან საქართველოს წარმოებული რძე და არ დაფიქსირებულა არც ერთ შემთხვევაში აფლატოქსინის არსებობა. ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდებით და იმავე დღეს მოხდა დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების ამოღება ბაზრიდან. მომხმარებელი ნებისმიერი მწარმოებლის პროდუქციის ხარისხთან მიმართებით 100%-ით დაზღვეული ვერ იქნება. ამბობს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე და აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები არაერთ საერთაშორისო კომპანიაშიც მომხდარა. თუმცა პროცესში აუცილებელია მყისიერი რეაგირება და კონტროლის მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება, რაც კობალაძის შეფასებით საქართველოს ბაზარზე გამოწვევა. კონტროლი საბაჟოზეც უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი კონტროლი და ქვეყნის შიგნით უკვე როგორც საწარმოების კონტროლი, ისე პროდუქციის შემოწმება და კონტროლი. კი, რა თქმა უნდა, ეს კონტროლი არ არის საკმარისი. სამწუხაროდ ძალიან დიდი სეგმენტი ჩვენი ბაზრის არის უკონტროლოდ დარჩენილი. ჯარიმები გაიზარდა და ჯერ კიდევ როცა მიიღეს ეს კანონი რაღაც 2011 წელს თუ რაღაც იმის მერე გაიზარდა ეს ჯარიმები, მაგრამ ეს ჯარიმები მაინც არ არის კარგი ეფექტიანი მექანიზმი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით იმას, რომ ჯარიმები თუ გვინდა რომ იყოს ეფექტური, უნდა იყოს მიბმული საწარმოს წლიურ ბრუნვაზე. რძის მწარმოებელთა ასოციაციაში კი ამბობენ, რომ ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტების კონტროლი მაღალ დონეზეა და ამ კუთხით წლიდან წლამდე პროგრესია. თუმცა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს იმპორტით შემოტანილი პროდუქციის ხარისხის გაკონტროლებას, რისი მაგალითით სოფლის ნობათთან დაკავშირებული ბოლოს შემთხვევა გახდა. აფლატოქსინის გადაჭარბებული ოდენობა სწორედ ბილბინდან საქართველოსთვის აზერბაიჯანში დამზადებულ პროდუქციაში აღმოჩნდა. დარგობრივ ასოციაციაში აცხადებენ, რომ იმ ქვეყნებიდან, სადაც სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან მიმართებით კითხვებია, საქართველოს პროდუქცია ან არ უნდა მიიღოს, ან იმპორტის კონტროლი გაამკაცროს. ქვეყნები, სადაც ეს სურსათის უვნებლობის სისტემები არ არის ესეთ მაღალ დონეზე და იქ სისტემა არის საკმაოდ ვთქვათ დაბალ ნიშნულზე, ჩემის აზრით, აი ამ ქვეყნებისგან წამოსული პროდუქტის უფრო მკაცრი კონტროლი უნდა ხდებოდეს, უფრო მეტი ტექნიკური რეგლამენტი, ტექნიკური ბარიერი უნდა იყოს შექმნილი, რომ ასეთი პროდუქტი საქართველოში ან არ მოხდეს და ან თუ მოხდება მთელი რიგი ინსტანციების გავლის შემდეგ, როცა საბოლოოდ დავწმუნდებით, რომ ეს პროდუქტი ნამდვილად უნებელია და ქართულ მოსახლეობას არანაირი ზიანი არ მიადგება ამით. საქართველოში რომ ნედლი რძის ტოტალური დეფიციტია, ეს ფრაზა ადგილობრივი მწარმოებლებისგან არაერთხელ მოგვისმენია, რაზეც მეტყველებს იმპორტის გაზრდილი სტატისტიკაც. ადგილობრივი მწარმოებლები ამბობენ, რომ მომხმარებლებმა პროდუქციის შეძენისას ყურადღება პროდუქტის შემადგენლობას უნდა მიაქციონ და არჩევანი იმ პროდუქტზე გააკეთონ, რომელიც ნედლი რძისგან არის დამზადებული და არა რძის ფხვნილისგან თუ პასტისგან. აუცილებლად უნდა იყოს ყველის სახეობები მით უმეტეს წარმოებული ნედლი რძით, რადგან იგივე ფალსიფიცირებული და ფხვნილებით დამზადებული პროდუქცია ყველის სახეობებზე ვამბობ, არ შეიძლება იწოდებოდეს ყველად. რძემჟავა პროდუქტებში გამოიყენება, რა თქმა უნდა, რძის ფხვნილი, თუმცა იქ ხარისხზეც არის მნიშვნელოვანი გავამახვილოთ ყურადღება, რადგან რა ხარისხით მზადდება ის რძის ფხვნილი ჩვენ
უნდა ვიცოდეთ, ამ შესახებ ინფორმაცია უნდა გქონდეს. აუცილებლად ყველის პროდუქცია უნდა იყოს ნედლირწით დამზადებული და მის შემადგენლობაზეც უნდა გქონდეს მომხმარებელს ინფორმაცია. რძის ადგილობრივი წარმოება წლების გამოწვევა. ბოლო 10 წლის სტატისტიკით ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა მცირდება. მხოლოდ 2024 წელს საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა 26,000-ით, ანუ 3%-ით არის შემცირებული და 811,000 უტოლდება. საქონლის შემცირებასთან ერთად კლებულობს რძის პროდუქტების თვითკმარობის მაჩვენებელი და ქვეყანა წლიდან წლამდე სულ უფრო იმპორტ დამოკიდებული ხდება. 2024 წელს 7%-ით გაიზარდა რძის პროდუქტების იმპორტი და 131 მილიონი დოლარი გახდა. საიდანაც 22,5 მილიონი დოლარი მშრალ რძეზე, ანუ რძის ფხვნილზე მოდის, რაც 10,000 ტონას შეადგენდა. ამ მოცულობის რძის ფხვნილით კი 90,000 ტონა რძის წარმოება არის შესაძლებელი. იმპორტში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს თხევად რძესაც. ბოლო თვეების განმავლობაში რძის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, საიდანაც წლის დასაწყისში 2053 ტონა რძე შევიძინეთ.